ეს ის ადგილია, რომლის ნახვაც ძალიან მინდოდა. აი აქ ჩანს აკროპოლისი. აკროპოლისის სასასვლელია, რამდენი ხალხია. მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც არის, ეს არის იონის არეოპაგელის არეოპაგე, სადაც პავლე მოციქულმა იქადაგა. აი ეს არის ის ასასვლელი, ზევით ასასვლელი, რომლითაც პავლე მოციქული ავიდა. ეხლა აქ დაკეტილია, მაგრამ დავინახე, რომ ვიღაც ავიდა და ამიტომ რაკის სხვაც ავიდა, მეც აი ასე უნდა ავიდე. იმიტომ რომ პავლე მოციქულმა გაიარა ზუსტად აი ამ კიბეებზე, როცა არეოპაგში უკადაგა. ნახეთ როგორი ძველი კიბეები არის. როცა ეს ალბათ დამატებულია, რა თქმა უნდა, შევსებული არის რესტავრაციის დროს და ეს არის ის არეოპაგი, სადაც პავლე მოციქულმა დაადგა ფეხი. საოცარი არის, აქ ისხდნენ ადამიანები აი ამ ადგილას. იდგა პავლე მოციქული და ადამიანები, რომლებიც აქ იყვნენ შემოკრებილი, უკადაგებდა სიტყვას. ამ ადგილას ჭირმეუგელს მოვიდა, კიბიდან ამოვიდა. აი ამ ადგილას ზუსტად იქადაგა პავლე მოციქულმა იესო ქრისტე. ალელუია. და ზუსტად ამ ადგილას ირწმუნეს თამარისმა და დიონისე. რომელიც შემდეგ როგორც ისტორია ამბობს, ათენის ეპისკოპოსი გახდა. საოცარი სილამაზე არის და საოცარი შეგრძნება არის, როცა იმ ადგილზე დგეხარ, სადაც იცი, რომ ერთ დროს ჩვენი რწმენის გმირი პავლე მოციქული ეს გადაგებდა. საოცარია. ჩვენთან ერთად გამოგზაურებთ.